აგვისტოს 5 დღე არ არის მხოლოდ ფილმი საქართველოზე, ის უნივერსალური ხასიათისა და მოიცავს ისტორიას, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოს შეიძლება გადახდეს. ეს განცხადება ენდი გარსიამ დღეს პრესკონფერენციაზე გააკეთა. ბრიფინგი მედიისთვის პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე გაიმართა. დღეს საკმაოდ დატვირთული იყო სპეციალურად პრემიერაზე ჩამოსული შერონ სტოუნისთვისაც. ჰოლივუდის მსახიობი ძველ თბილისში ანჩისხატის ეკლესიაში იმყოფებოდა. პატარებთან ერთად სურათი გადაიღო და ქართული ჩურჩხელა შეიძინა. ჰოლივუდის ვარსკვლავი განსაკუთრებით ძველებურმა ხალიჩებმა, თბილისურმა აივნებმა და ქართულმა ტრადიციულმა სამოსმა მოხიბლა. ვარსკვლავთ ჩვენა კინოთეატრ რუსთაველში რამდენიმე წუთიანი ინტერვალი კინოთეატრში ენდი გარსია, რენი ჰარლინი, შერონ სტოუნი და ფილმის აგვისტოს 5 დღის სხვა მსახიობები მივიდნენ. 240 სტუმარი და სპეციალურად მათთვის ამონტაჟებული 4 ხიდი, რომელზეც ფილმის მონაწილეებმა, რეჟისორმა და სტუმრებმა რიგრიგობით გაიარეს. 4 ხიდზე დაგებული იყო წითელი ხალიჩა. ეს არ არის მხოლოდ მხატვრული ფილმი, ეს არის კიდევ ერთხელ გახსენება იმ უმძიმესი განსაცდელის, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა და კიდევ ერთხელ გააზრება იმისა, თუ რამხელა ხიფათის აცილება შეძლო საქართველომ თავიდან 2008 წლის აგვისტოში. ალბათ სწორედ ამაშია ამ ფილმის ძალა, რომის ეყრდნობა ისტორიულ სინამდვილეს. პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე ფილმის პროდიუსერებმა და მსახიობებმა ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართეს. აგვისტოს 5 დღე არ არის ფილმი მხოლოდ საქართველოს ის უნივერსალური ხასიათისა და მოიცავს ისტორიას, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოს შეიძლება გადახდეს. ეს განცხადება ჰოლივუდის მსახიობმა ენდი გარსიამ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი განმარტებით მისთვის ომი და ძალადობა მიუღებელია და ამ ფილმით გამოხატა არა საქართველოს პრეზიდენტის, არამედ მისი, როგორც მსოფლიო მოქალაქის პოზიცია. ეს არის ისტორია, რომელიც მეორდება და ძალიან ბევრ ქვეყანას გადახდენია. ეს არ არის ფილმი მხოლოდ საქართველოსა და მის პრეზიდენტზე. ეს ომის საწინააღმდეგო ფილმია. მთელს მსოფლიოში ხდება მსგავსი ტრაგედია. თავად მე ვარ კუბიდან, რომელიც ახლა გარკვეული გამოწვევის წინაშე დგას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის სუვერენიტეტს ყველამ პატივიცეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მე მომეცა საშუალება კიდევ ერთხელ ჩამოსულიყავი საქართველოში. მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი დახვედრისთვის. ცოტა ხანი ვიმყოფებოდი საქართველოში და ძალიან შემიყვარა თქვენი ქვეყანა. მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვარ. და რაც მთავარია, ძალიან მაინტერესებს, როგორ მიიღებს ფილმს ქართველი მაყურებელი. ფილმის რეჟისორმა რენი ჰარლინმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქართველი მაყურებლის შეფასებას ელოდება. მისი თქმით, მოხარულია საქართველოში დაბრუნებით, რადგან ეს ქვეყანა თავის მეორე სამშობლოდ მიაჩნია. მან ფილმის გადაღების რამდენიმე სცენა და ემოციაც გაიხსნა, რომელიც აგვისტოს 5 დღეზე მუშაობას თან ახლდა. საქართველო უკვე ჩემს სამშობლოდ მიმაჩნია, ისე შემიყვარდა და მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები. ეფინეთში ვარ დაბადებული და გარკვეული პერიოდი იქ ცხოვრობდი და მოღვაწეობდი ამერიკაშიც, თუმცა დანამდვილებით მინდა ვთქვა, რომ საქართველო ჩემთვის განუმეორებელი ქვეყანაა. ხალხს უნდა თავისი ხმა სხვებს გააგონოს და მიხარია, რომ მე მერგო პატივი გადამიღო ფილმი, რომელთაც ქართველ ხალხს სურს ხმა მსოფლიოს გააგონოს. გადავიღე ფილმი პატარა ქვეყანაზე, რომელიც ცდილობს დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს. მე ვისურვებდი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ესეთი დღეები იყოს ხშირად, ამ რანგის მსახიობები ჩამოდიოდნენ ხშირად, ამ დონის პრემიერები იყოს ხშირად, ესეთი ფილმები და მე ამას მხოლოდ ესეთი შორეული პერსპექტივის იმედებით არ ვიძახი, მე ვფიქრობ და საკმაოდ კარგად დაიძრა საკითხი საქართველოს როგორც ფილმის ინდუსტრიისათვის ერთ-ერთ მთავარ ლოკაციად განიხილება ბევრ ქვეყანაში უკვე და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ვიხილავთ სხვა დიდ ფილმებს. საკმაოდ დატვირთული იყო ჰოლივუდის ვარსკვლავის საქართველოში ვიზიტის მეორე დღე. მეტეხის ტაძარი, შარდენის ქუჩა, მაღაზია სამოსელი პირველი და ანჩისხატის ეკლესია. ეს ის ადგილებია, რომელიც ცნობილმა მსახიობმა შერონ სტოუნმა თბილისში გასეირნებისას მოინახულა. ვარსკვლავმა ძველი თბილისის ქუჩები დაათვალიერა. ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სტოუნი საქართველოს საპატრიარქოსაც სტუმრობდა, მას პირადად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უმასპინძლა. ილია მეორე მსახიობს საკუთარი საგალობლები მოასმენინა, მის მიერ მოხატული ხატი და ზამთრის ბაღი დაათვალიერებინა. უწმინდესმა ჰოლივუდის ვარსკვლავს ღვთისმშობლის ხატიც უსახსოვრა.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მწყემსთავარმა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მილია მეორემ მისთვის ჩვეული სიტბოთი და გულისხმიერებით მიიღო სტუმარი, რომელსაც საშუალება ჰქონდა მოესმინა პატრიარქის მიერ დაწერილი მუსიკალური ნაწარმოებები ave maria და sanctus-ი. კინოთეატრ რუსაველის ფოიეში აგვისტოს მოვლენების დროს გადაღებული სურათების ფოტოგამოფენაც მოეწყო. კადრები ფილმიდან ფოტოებად თავად მსახიობებმა და პრემიერაზე მისულმა დამთვალიერებლებმაც ნახეს.